მიიღე მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში. არ არის ეს ხელწამოსაკრავი თემა, მნიშვნელოვანია რომ ქართული პარლამენტარები ჩოხითივლიან იმ ისტორიულ კულტურულ ტრადიციებს გააგრძელებენ დღევანდელობაში თუ აი ესე ჯინსებით და თუნდაც გასტუკებით და კოსტიუმებში გამოწყობილები ივლიან, ეს არ არის ასეთი უბრალო საკითხი. რასთავარია თან ჩვენ და ჩვენი ღირსება შევინარჩუნოთ, ჩვენი მეობა, ჩვენი იდენტიფიცირება უნდა მოახდინოთ. აუცილებელია თუ ჩოხა ჩამაცვეს და მე ხანჯალი არ გამიკეთეს, ეხა ეგეთ ჩოხაში მე ვერ გავიდე და ვერ ვაკადრებ ჩემს წარსულს და ჩემს წინაპრებს რომ ჩოხით, ყაწიმებით, აზიაცკებით თუ რაც ქვია მოვიდე და ხანჯალი არ მეკეთოს, ეხა ამასო და თუ ხანჯალი გამიკეთეს და ეხლა ის ორ პირად ლესლი არ იყო და რაღაცა იქ ბუტაფორია ჩამოვკიდეს, ესეც ძალიან შეურაცხყოფილი იქნება. ასე რომ მე მგონი მანდატურს უნდა მანდატური უნდა გადაოქნათ ასე ვთქვათ ფაროსნებად რომ ესე თუ რაღაც დაპირისპირება მოხდება შესაძლებელია მანდატურთან ასეთი კოჰორტა ჩადგეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის ფარებით და განუხტოს სიტუაცია. ამის სხვადასხვა ინტერპრეტაცია და სხვადასხვა ინსინუაციები ამ თემაზე ჯობია რომ არ იყოს და მე ურჩევდი უმცირესობის წარმომადგენლებს კერძოდ ბატონ გოგა ხაჩიძეს გამოცხადებია თითქოს ეს სახალისო თემად გამოაცხადა ეხლა ეროვნული ტანსაცმელი არ არის სახალისო და სამასხარავა საშაყირო თემა არ არის. მან თავის ჩაცმულობას და იმას მიხედავს რომ სერიოზული იმედი თუ უნდა კონდეს. ასე რომ სახუმარო თემები სხვა ბევრია საქართველოში, ის ძალიან გამხიარული კაცია. ვატყობ ანეკდოტებს ითხოვს ხანდახან მთავრობის წარმომადგენლებისგან და პარლამენტის სერვისგან თვითონ აქვს ამის ანეკდოტო საქმე და ეხლა თუ ასე გააგრძელებს რა თქმა უნდა მას შესაბამისი იმიჯი განმტკიცდება საქართველოს მოსახლეობის თვალში. მე სხვადასხვა ხანჯალი აქსესუარი ისე განსაცმლის ჩოხახალხის ერთ-ერთი აქსესუარი არ არის აკრძალული სამოქალაქო პირობებში ყოფით პირობებში სატარებლად, ასე რომ ის ცივი არაღა დაეთქლება, არ ეთქლება იარაღად, ეს არის შემადგენელი ნაწილი. ეხლა თქვენ იცით რომ მასრებიც არის ჩოხაზე, მასრაში ადრე თოფის სამალი იყო ჩაღრილი, ეხლა ეს არის მხოლოდ შემადგენელი ნაწილი, ერთ-ერთი აქსესუარი, რომელიც ლამაზია და წარმოაჩენს ტრადიციულ ერთ-ერთ ეროვნულ ტანსაცმლის ერთ-ერთ აქსესუარს. ასე რომ აქაც ყველაფერი კომპრომისის სახით იქნება წარმოადგენილი, ჩვენ ვიმსჯელებთ ამის სოფაზე, უმცირესობასთანაც, უმრავლესობასთანაც კომიტეტებზე იქნება განხილული, თუ პარლამენტი დაადგენს, რომ ხანჯალი მანდამაინც არ შეიძლება დარბაზში შეიტანო, კი ბატონო, ამაზე თანახმოვართ, თუმცა მათ სერიოზული არგუმენტები მოგუწევთ წარმოაჩინონ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხანჯალი არ არის იარაღი, ამ შემთხვევაში ის არის ეროვნული ტანსაცმლის შემადგენელი